ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ საქართველოს ბანკის, TBC ბანკისა და საქართველოს კაპიტალის მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება. საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების ფასი 2.29%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 76.5 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3.73 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 43.76%-ით გაიზარდა. TBC ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება 2.51%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 44.95 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.57 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 11.4%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საქართველოს კაპიტალის აქციებს, ის 0.85%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 23.7 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.1 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 55.1%-ით გაიზარდა. TBC კაპიტალის მიმოხილვის თანახმად საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ფაზაში შედის, ხოლო კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მაღალი კლასის სავაჭრო და ბიზნეს ცენტრებისკენ ინაცვლებს. სანვესციო ბანკის თანახმად 2025 წლის 8 თვეში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები 9%-ით გაიზარდა და 25.219 შეადგინა. TBC კაპიტალის თანახმად მოთხოვნასთან ერთად დასტაბილურდა უძრავი ქონების გასაყიდი ფასიც. თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები უახლოვდება ევროპის დიდ ქვეყნებში არსებულ დონეს, წერია პუბლიკაციაში. TBC კაპიტალში აღნიშნავენ, რომ მათი მოლოდინების შესაბამისად ქირა განაგრძობს შემცირებას. ამასთან თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე პოტენციური მიწოდება აგრძელებს ზრდას და კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრდება. 2025 წლის 8 თვეში გაცემული პროექტების დაახლოებით 60% უკვე მშენებლობის ფაზაშია. TBC კაპიტალის სექტორული მიმოხილვის თანახმად ლოგისტიკის სექტორის ზრდის პოტენციალს რეგიონის ეკონომიკური განვითარება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება შექმნის. პუბლიკაციის მიხედვით კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად სწრაფი გაუმჯობესებებია საჭირო. მიმოხილვის თანახმად 2015 წლიდან საქართველოს სატრანსპორტო სექტორის ტვირთბრუნვა მზარდი იყო, თუმცა გარკვეული რყევებით გამოირჩეოდა. 2025-2028 წლებში საქართველოს ტვირთბრუნვა სტაბილური 5.9%-იანი ზრდის ტემპით გაიზრდება. TBC კაპიტალის ზრდის ფაქტორებად გამოყოფს შიდა მოთხოვნის ექსპორტის ზრდას და ცენტრალური აზიის სავაჭრო ნაკადების გააქტიურებას. შუადერეფანი, რომელიც საქართველოს გავლით ევროპისა და ცენტრალური აზიის ბაზრებს აკავშირებს, საქართველოს სატრანზიტო მოთხოვნის მეოთხედს უზრუნველყოფს. 2024 წელს შუადერეფნის ტვირთბრუნვა 4.3 მილიონი ტონა იყო, რაც TBC კაპიტალის მოლოდინით 2030 წლისთვის 9.7 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ჩვენი შეფასებით 2030 წლისთვის შუადერეფნის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას შეუძლია თითქმის სრულად აითვისოს შუადერეფნის პოტენციალი, წერია მიმოხილვაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მოკლევადიან პერიოდში ტვირთის ნაკადების გადამისამართება ზანგეზურის დერეფანზე ნაკლებად სავარაუდოა. ტრანსპორტირების ზრდამ დასაწყობების სექტორზეც გაზარდა მოთხოვნა, რასაც სასაწყობე ფართებზე გაცემული სამშენებლო ნებართვების ზრდა მოყვა. 2025 წლის 8 თვეში თბილისში სულ 31 ნებართვა გაიცა ამ მიმართულებით. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით სექტემბერში ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე ფასი წლიურად 4.1%-ით გაიზარდა. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ მხოლოდ ბოლო 2 თვეში საქონლის ხორცი დაახლოებით 15%-ით არის გაძვირებული. წერტის დამფუძნებელი ბიძინა გონაშვილი მიზეზად შიდა ბაზარზე წარმოქმნილ დეფიციტს ასახელებს, რაც მეხორცეული საქონლის ექსპორტზე გაყვანამ განაპირობა. მისი თქმით, გაციებული საქონლის ხორცი, რომელიც აქამდე 19 ლარი ღირდა, ახლა 22 ლარი და მეტად ფასობს. საქსტატის თანახმად 2024 წლის მდგომარეობით ხორცის ადგილობრივი წარმოება შიდა მოხმარების მხოლოდ 47%-ს აკმაყოფილებს.
სექტემბერში საქართველოში ფასების დონე წინა წელთან შედარებით 4,8%-ით გაიზარდა. ეს 2023 წლის აპრილის შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ინფლაცია. ფასების ზრდა ძირითადად სურსათის ჯგუფში ფასების თითქმის 12%-იან გაძვირებას უკავშირდება. აღნიშნულ ჯგუფში სამომხმარებლო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად 25%-ით გაძვირებულია ხილი, ხოლო ბოლო 1 წლიან ჭრილში ბოსტნეულზე და ბახჭეულზე ფასები გაზრდილია 19,5%-ით. დეტალურ სტატისტიკაშიც ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის ძირითადად ხილი და ხილბოსტნეულია. ხილბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ფასების ზრდას რამდენიმე მიზეზით ხსნის, მათ შორის ადგილობრივი წარმოების სისუსტით, შესაწამლის საშუალებების ინფლაციით და პროდუქციის დეფიციტით, რაც წელს საგაზაფხულო ყინვებს უკავშირდება. ეს ყველაფერი იწვევს ნაკლებ მოსავალს, მაღალ ფასებს და იმპორტზე დამოკიდებულებას, აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი. წელს საქართველოში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ხოლო ფქვილის შემცირდა. ჯამურად ქვეყანამ $75 მილიონ ღირებულების ხორბალი და ფქვილი იყიდა. საქსტატის მონაცემებით 2025 წლის 8 თვეში ხორბლისა და მესლინის იმპორტმა $68 მილიონი, 267,148 ტონა შეადგინა, რაც წლის ჭრილში 60%-ით აღემატება იმპორტის ღირებულებას, ხოლო მოცულობა 48%-ით არის გაზრდილი, რაც თავის მხრივ იმპორტის გაძვირებაზე მეტყველებს. საგულისხმოა, რომ სექტემბრიდან რუსეთმა ხორბლის საექსპორტო ბაჟი 1,5-ჯერ გაზარდა. ქვეყნისთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელი ტრადიციულად რუსეთია. 8 თვეში რუსეთიდან $50 მილიონი, 191,128 ტონა ხორბალია იმპორტირებული. კიდევ ერთი მომწოდებელი ყაზახეთია, რომელიც ჭარბი მოსავლის ფონზე ხორბლის ექსპორტს ასუბსიდირებს. ყაზახური ხორბლის იმპორტმა $18 მილიონი, 76,000 ტონა შეადგინა, რაც შეეხება ფქვილის იმპორტს. წელს ღირებულებით გამოსახულებაში 45%-ით, მოცულობაში კი 60%-ით შემცირდა. 8 თვეში $6,800,000, 19,630 ტონა პროდუქტი შემოვიდა ქვეყანაში. მთავარი მომწოდებელი ამ შემთხვევაშიც რუსეთია. იმპორტმა $5,300,000, 17,350 ტონა შეადგინა. მას მოსდევს თურქეთი 1,508 ტონით, ამასთან იტალიიდან 379 ტონა, ხოლო აზერბაიჯანიდან 153 ტონა ფქვილი შემოვიდა.